გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ფიქრობ ხოლმე, ასე ამაზრზენად რატო იქცევიან? აი 9 აპრილს მემორიალთან, როდესაც წესითა და რიგით ყველა ერთად უნდა მისულიყო მშვიდად, ჩუმად და ერთიანად მიეგო პატივი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შეჭერა იმას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ანუ დამოუკიდებლობას. აი ესენი კი რატომ იქცეოდნენ ასე გამომწვევად, ასე პროვოკაციულად, ასე საზიზღრად? და მხოლოდ ერთი პასუხი მომდის თავში, სწორედ რომ პროვოცირება უნდათ. უნდათ რომ ვინმეს ნერვები აშლო და ვერ მოეთვინა და ერთი კარგი და ლაზათიანი პასუხი გაეცა იმ ტერორისტებისთვის. დიახ, უნდა და თანაც იცოდნენ რომ ასეთ შემთხვევაში არავინ მათიანი დიდად არ დაშავდებოდა. დიდი მაკიაჟი გაფუჭებოდა, მეტი არაფერი. დიახ, ეს იცოდნენ, რადგან ახლა მიშაზრო ხომ არ არის ქუჩაში რომ დაკკლან და მერე დაკლული გაგატყავონ კიდეც. სწორედ რომ ამისთვის იყვნენ იქ და რამე ინციდენტი რომ მომხდარიყო, მერე ხომ წარმოგიდგენიათ რა ბღავილი ატყდებოდა, რომ რუსი მთავრობა ამ 9 აპრილს იმეორებს იმ რუსი მთავრობის 30 წლის წინანდელ ტრაგედიას. და აუცილებლად რეგრესული საელჩოები გამოხატავდნენ თავიანთ ღრმა შეშფოთებას. ევროპარლამენტარები კი აუცილებლად მიიღებდნენ მორიგ ფარატინა რეზოლუციას და კვლავ შეეცდებოდნენ ზეწოლა მოეხდინათ ჩვენზე მთელი თავისი ევროპარლამენტარული სიმძიმით. დიახ, 450 მილიონიანი ევროკავშირის ადმინისტრაცია ისევ შეეჭიდებოდა 3,5 მილიონიანი ქვეყნის მთავრობას და წააგებდა. მორიგ ჯერზე წააგებდა. არ მიყვარს შეურაცხყოფის მიყონება არავისთვის, მაგრამ ან ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის უწყვეტი პროტესტანტები, რომელთა ყოფაქცევა ადამიანურ თვისებებს დიდი ხანია გასცდა, დიახ, აი ისინი თანდათანობით უბრუნდებიან, როგორ თქვა ეს ხატოვნად. ხომ ყველას გაქვთ ნანახი ადამიანის ევოლუციური პროცესის გამოსახველი ნახატები მაიმუნიდან ჰომო საპიენსამდე, ხო და მათ ზოგჯერ რომ ვუყურებ, ასე მეჩვენება რომ მათი სახით ევოლუციამ უკუსვლა დაიწყო, დიახ, უკუსვლა ჰომო საპიენსიდან ტროგლოდიტისკენ. როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიის კორესპონდენტი ირანის ელჩს ეკითხება საქართველოს რატომ არ ბომბავთო, ეს განა აზრიანი ადამიანის აქციელია, მხოლოდ ტროგლოდიტმა შეიძლება დასვას ასეთი კითხვა. კიდევ კარგი ირანის ელჩს მრავალ ათასწლიანი კულტურის მქონე ქვეყნის ადამიანს იმდენი ტაქტი და ზრდილობა ეყო, რომ იმ კორესპონდენტის შემხედვარე საჩვენებელი თითის საფეთქელთან არ დაეტრიალებინა და არ ეკითხა და თქვენ რა გინდათ ეს რომ მოხდეს და ელოდებით ამას? და გერმანიის ელჩს როგორი აღფრთოვანებული სიხარულით შეხვდნენ ეს სულით საბრალონი პეტერ ფიშერი ჩვენთანაა. ფუით. პროვინციალიზმი მისი ყველაზე უფრო მდაბიო გაგებით. ოღონდ უცხოელმა შენიშნოს და მერე იქნებ შაური გადმოუგდოს და უმალ დაივიწყებენ სალსა კლდეებსა და საკუთარი ქვეყნის სამოთხეებსაც. მოკლედ, მორიგ ჯერზე მივდივარ იმ აქსიომამდე, რომ არავითარი თანაცხოვრება, შერიგება და კოალიცია ტროგლოდიტების იმ მცირეოდენ ხროვასთან არ გამოვა. და არ გამოვა იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ ჩვენ ყველა ამოვწყდეთ და ჩვენ კი მათგან განსხვავებით ეს არ გვინდა და არც არასდროს მოგვინდება. და რა ვარია იცხოვრო სიამტკბილობაში იმ ადამიანთან, რომელსაც შენი გაქრობა სურს. მეგობრებო, შეიძლება მე მაქსიმალისტი ვარ, რა ვქნა, უკვე ვარ ასეთი და ჩემი ასაკი არ მაძლევს იმის იმედს, რომ ოდესმე გარდავიქნები და არა მაქსიმალისტი გავხდები, მაგრამ მე ნამდვილად უკვე დიდი ხანია ვეღარ ვურთიერთობ ასეთ ადამიანებთან, რა ტკბილი მოგონებები და გემრიელი წარსულიც არ უნდა გვაერთიანებდეს. ვერ ვურთიერთობ, როდესაც ვიცი რომ ასეთ ადამიანს ჩემი წაშლა სურს. რომ ხვალ არჩევნების დღე რომ იყოს გაიქცევიან და იმას აირჩევ, ვინც ჯვარი აკავრობა სისხლის გუბეებს და აყენებს და რაც თავარია მომკითხავი უკვე არავინ ეყოლება.
მოგითხავი კი არა, პირიქით წამქეზებელი ეყოლება. 2012 წელს გაგვიმართლა მეგობრებო, დიახ, მაშინ ველურ დასავლეთს არ ეგონა რომ მისი მარიონეტი სააკაშვილის სანაცვლოდ მოვიდოდა ურჩი ხელისუფლება. ეგონა რომ მარიონეტის ადგილს მეორე მარიონეტი დაიკავებდა, რომელიც მორჩილად შეასრულებდა მათ ხუშტურებს. ამიტომაც დათანხმდნენ ეგრეთ წოდებულ რეჟიმ ჩეინჯს, რათა ქვეყანას დემოკრატიის სახე შენარჩუნებოდა. და რომ სწოდნოდათ, რომ მათი გათვლები არ გამართლებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა აქ. მიშას ეტყოდნენ ესროლე, გადაბუგე, დახოცე და ისიც ამას სიხარულით გააკეთებდა. რა, განაჭკუა დაუშლიდა? ის ხომ მანიაკია და მანიაკს ემპათიის გრძნობა არ გააჩნია. ხო და გაგვიმართლა მეთქი. მე რამდენად მინდა აღვნიშნო, რომ ასეა თუ ისე ჯერჯერობით გვიმართლებს და რაღაც გლობალურ კატასტროფებს ჩვენი მფარველი ანგელოზი გვარიდებს. მთავარია ის მფარველი ანგელოზი არ დაიღალოს და არ წამოწმეს დასასვენებლად. არა ახლა დასვენების დრო არავისთვის, პირველ რიგში კი მფარველი ანგელოზისთვის. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აი როგორ უნდა ვიცხოვროთ ხვალ, ზეკ, მაზეკ იმ ტროგლო დიდებთან, მაინც არ ვიცი. დაეჭვმაკ რომ არავინ იცის. ალბათ არც ჩვენმა მფარველმა ანგელოზმა იცის, თორემ დიდი ხანია უკვე ამ კითხვაზე გვიპასუხებდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.